ერთი კაცის ისტორია არის, როგორ დაიწყო პატარა ნავთობის ჭიდან და გახდა მერე ნავთობის მაგნატი. მიაღწია ყველა თავის ოცნებას, დაამარცხა ყველა თავისი მტერი და მაგრამ დარჩა მარტო საბოლოო ცხოვრებაში. ისმის კითხვა ღირდა ეს მაგათ თუ არა, განსაზღვრელი ხალხისთვის არის. გადაიღო ფილმი პოლ ტომას ანდერსონმა, მისი არ ვიცი, მაგენს ყველა კინო არ ვიცი, მაგრამ რამოდენიმე წარმატებული ფილმი უკვე ქონდა გადაღებული ამ პოლ ტომას ანდერსონს. და ბევრი ტექნიკა, რომელიც There Will Be Blood-ში აქვს გამოყენებული, უკვე ქონდა გამოყენებული წინა ფილმებში, მაგრამ ამ ფილმში ერთად და სრულად შეიკრა ყველაფერი. თავარ გმირად დანიელ პლეინვიუ არის ტიპაჟის სახელი. მსახიობი არის დანიელ დეი-ლუისი, რომელსაც მაგ პერიოდამდე უკვე 2 ოსკარი ქონდა მგონი თუ 1 ოსკარი ქონდა აღებული, 3 აქვს სულ. ცნობილი არის ეს დანიელ დეი-ლუისი იმითი, რომ სტანისლავსკის სტილში ძალიან გარდასახვას აკეთებს და როლში ცხოვრობს და რაც მოვისმინე, ესე იგი, იმდენად როლში იყო შესული, რომ სულ ამ დანიელი ქვია ისედაც ცხოვრებაშიც და კინოშიც, ამიტომ დანიელით მიმართავდნენ, მაგრამ ცხოვრებაში იგივე ტანსაცმელს ატარებდა იმ პერიოდში, რაც მის გმირს ეცვა და ეს გამოდიოდა თიოლად, იმიტომ რომ სადღაც ტეხასის უდაბნოში იყო ფილმის გადაღება. ფაქტიურად ფილმი გადაღებული არის ერთი ნავთობის დიდი, არ ვიცი რა ქვია, ანზა ნასოსი საქაჩით. მაგის გარშემო არის ფილმი და შესაბამისად ძირითადი გადაღებები ხდებოდა უდაბნოში და ეს დანიელი დადიოდა ამ დანიელის ტიპაში რა. და პატარა ჩვენთან დათა თუთაშხიეში რო არის დეიდაშვილები არიან, ხო? რომ დათა და მუშნის შორის შეჯიბრი არის. ნუ დაახლოებით მასეთი ტიპის ორი ადამიანის, ორი ფანაბარი ამბიციის მქონე ადამიანის დაჯახება არის. მთელი ფილმის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ჩვენი მენავთობე კაცი გაიმარჯვებს. მაგრამ მე კი ვიცახი ჩვენი მენავთობე კაცი, მაგრამ ფილმი ისე არის გადაღებული, რომ არ არის ეს კარგი ვინმე და პროტაგონისტი არის ფილმში, მაგრამ ხედავ, რომ არც თუ ისე კარგი ადამიანია. ხო და არ ვიცი დანარჩენი მოდი შენ დაგითმობ სიტყვა, შენი ინტერპრეტაცია როგორი არის ფილმის და რას დაამატებდი? მე რომ მკითხე თქვა ეს ფილმი რა თქვა, რომელი ორი ფილმი, რატო შემოგთავაზე რომ ეს ორი ფილმი ყოფილიყო ერთად, იმიტომ რომ ხედავ ბევრ მსგავსებას ამ ორ გმირს შორის და ამ იმ პერსპექტივას, რაც უფრო წინაზე ვილაპარაკე. ეს ჩემი აზრით აქაც ამ შემთხვევაშიც შენ როგორც თქვი გიო, ნუ ეს არის პროტაგონისტი, მაგრამ ნუ თუ დააკვირდები რას აკეთებს, ნუ ხოცავს ხალხს და რა ვიცი, აბსოლუტურად რუთლეს დაუნდობელი და წინა რაც ეღობება გზაზე ყველაფერს ანადგურებს და ბოლოს შეება მარტო და ნუ რა ვთქვათ, კარგი გმირი ეს არ არის არანაირი ეს ვთქვათ, თუ შეფასებას თუ მიცემ და მაგრამ ჩემი აზრით ესეც არის force of nature ეს გმირიც რა, ეს ორივე გმირი ვთქვათ, ეს წინა რაც ვილაპარაკე და ესეც არის first and foremost, უპირველეს უწინარეს ყოვლისა force of nature და 100% და სულად მიზუნილი თავის მისიაზე და თავის როლზე ამ ცხოვრებაში. და კონტექსტი ამ შემთხვევაში რა არის, რომ ეს თავდება 98 წელია, წინა ეპოქა თავდება და მე-20 საუკუნე იწყება და ნავთობის ერა მოდის. და ვთქვათ, ეს ნავთობი არის სისხლი, რაზეც რა სათაურში არის, იმიტომ რომ კინოში სისხლი თითქმის საერთოდ არ ჩანს. არ არის სისხლი, მე მგონი მარტო ბოლოს სცენაში არის ცოტა, მაგრამ სისხლი როგორც ესეთი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კლელობები არის. ეს არის pure კაპიტალისტური ძალა, მე-20 საუკუნის რა, სუფთა წყლის და წმინდა წყლის, რომელიც მოდის. და ამაზე კარგია თუ ცუდია თუ ბოროტია თუ კეთილია, მეორე ხარისხოვანია ჩემი აზრით ეგრე მსჯელობა, არამედ ის არის, რომ ეს არის ძალა, რომლის დროც მოვიდა. არ უფრო ეს არის აგენტი იმ ძალის, რომლის დროც არის მოსული, რა. ამას ვერ შეეღობება წინ, ვერ გადაეღობება წინ, ვერაფერი, უბრალოდ ამისი და ის იმიტომ, რომ ეს ძალიან ძლიერია თავის და ძალიან ბოლომდე მიძღვნილია თავის საქმეზე, აუცილებლად ეს გაიმარჯვებს. და ვისაც ებრძვის, ანუ ეს ორი ეპაექრება ერთმანეთს, ის არის ძველი. ის არის ეკლესია. ძველი ძალა. ძველი ძალა.
და რაღაც სადაც კითხულობდი და მომეწონა ეგეთი აღწერაც იყო, რომ ის იმიტომ რომ უფრო მეტი მნიშვნელობა იმ წინა ერაში, თქვა რომ საუკუნემდე ქონდა enlightenment-ს, ანუ რომ და მე საუკუნეში შეიცვალა და ის ამ enlightenment-ს ხიდის ჯერ კიდე რა, იმის პროდუქტი ეგა. Armies of my hoops will kick you in the teeth, bite you, and if I have no teeth, I will gum you. Suffield does. Suffield does. Thanks for coming. It was a wonderful sermon. Will I see you tomorrow? Yes. Eli. Oh, that was one goddamn hell of a show. ეს ხედავს რომ იმის პროდუქტი არის ძველი და არის ყალბი. და მან იცის რომ იმას რეალურად პროდუქტი არც აქვს. და ეს კიდე სრულიად კაპიტალიზმის თვით კაპიტალიზმია ეს ადამიანი რა და ამას აქვს თავის პროდუქტი, ამის პროდუქტი ნავთობია. კონკრეტულ რაღაცას ყიდის. და იმდენად ეს ამ ახალ სამყაროში ეს ძლიერია, რომ ნუ ეს არის ამისი დრო არის და ეს აშენებს და ეს მიდის და რა თქმა უნდა ეჯახებიან ერთმანეთს და ის ბოლოს ხო გახსოვს სცენაში ის მოდის ის უკვე ამას თხოვს. რეალურად იმასაც ამისი პროდუქტი ჭირდება რა და ამას თხოვს რომ დამეხმარე რომ ეს გავხდე ამის ნაწილი რასაც შენაშენი. ხო. და ნუ რაც ხდება ხო გავს. ხო და მე უფრო ეგ უყურებ და მომწონს ეგეთი ხედვა ამისი რა და ასევე მე რომ დავიღებ უკან და ვიტყვი რომ აი მან გახსნის სცენა რომ აი მან მიცი რა ქვია მარტო შავი ეკრანით ხმით და მე გამოვდივარ და ამ დიდ გაშლილს ხედავ რომ ეს არის მიწა მარტოს გაშლილი დიდი პეიზაჟი და აქ ისხება ახლა და ის სცენებიც როცა აი ნავთობს აღმოაჩენს და ეს კაცები მიწაში ჩასული და მთლიანად ნავთობში დაფარული და აი მაკედან ამოსული ეს თუ ახალი სიცოცხლის შექმნა რა ახალი სამყაროს შექმნა და დაბადება ხდება იქ ჩვენ თვალწინ რა და მომწონს ეგრე შეხედვა მომწონს ამ ფილმის არ ვიცი სხვანაირი შეხედვაც არსებობს მაგრამ მე ეგრე უყურე და მომეწონა თან ძალიან ბევრი წელია რაც გამოსულია ამ ფილმის ნახვა მინდა და რატომღაც არ ვნახე და რამდენიმე კვირის წინ უყურე და ჯერ კიდე შტაბ-შტილების ქვეშ ვარ. ხო. პირველად ვნახე რამდენიმე კვირის წინ და ბრიტანელი კინოკრიტიკოსი არის და ფილმში ჩართული მარკ კერმოუდი და მარკ კერმოუდის რჩევა ესეთი იყო რომ რეალურად ორჯერ უნდა ნახო ეს ფილმიო. კი, ეგ რჩევა გამიგია ბევრი ამბობს რომ ეს კინო ჯობია ორჯერ ნახო რომ დაიწყო და ჩემ თავზე გამოცადა იმიტომ რომ პირველად რომ ვუყურე მაინტერესებდა თავგადასავალი აი საიდან სად მივიდოდა და მე რომ თავიდან ბოლომდე ნახავ ამას ყველაფერს მე უკვე მეორეჯერ იმიტომ დამაინტერესა რომ აი მე უკვე ნიუანსებს უყურებ აი ეს რატომ მოხდა ეს როგორ მოხდა ეს როგორ განვითარდა და მაგაზე მეჯერად შეიძლება ნახვა იმიტომ რომ დიდი ფილმი არის 2 საათნახევარი ფილმი არის და ბევრი ფაზა და ეტაპი აი რამოდენიმე დეკადა არის ჩადებული ფილმში და პერსონაჟების განვითარებაც ამ დეკადებს მიყვება და შესაბამისად როგორ იცვლება ზოგი და როგორ არ იცვლება თავარი გმირი ამას კარგად ხედავ და აკვირდები. ხო და საუნდტრეკი ამ ფილმის არის ესეთი ჯონი გრინვუდ აგერ ვკითხულობ ახლა რომელიც იყო Radiohead-ი თუ გაგიგია. ხო Radiohead-ის წევრი იყო. ხო და ამ Radiohead-ის წევრმა ჯონი გრინვუდმა გააკეთა ამ ფილმის საუნდტრეკი საიდან სადაო. და მე ნახსენები არის მიმოხილვებში YouTube-ზე არაერთხელ. ესეთი ფილმი არის 1958 წლის ფილმი კაუბოისკი ვესტერნი ჰოლივუდის The Treasure of the Sierra Madre. ხო და მე ნინოს ვთხოვ რომ რამოდენიმე კადრი ჩააგდოს ამ Sierra Madre-დან. ფილმი
მე ეგეთი შტამბეშტავი დაწყება ფილმის. ეხლა ჩვენ კი ვილაპარაკეთ, რომ No Country for Old Men-ში შენეს საუნდტრეკს და ყველაფერს გადევს, მაგრამ მე ჩემთვის უფრო ეფექტური იგივე მექანიზმი, მაგრამ უფრო ეფექტური იყო There Will Be Blood-ში, ესე იგი ფილმი იხსნება, უყურებ კალიფორნიის თუ ტეხასის, კალიფორნია არის. სამი მთა არის და მაგარი მზე სიცხე არის დაჭერილი და მუსიკა არის ესეთი თითქოს გადაგწურავს ყველანაირ ენერგიას გართმევს. და მე კადრი გადადის, ჩადიხარ სიღრმეში ორმოში, სადაც ეს Daniel Plainview წერაქვით, ესე იგი გაუჩერება და იმ ზევით არის სიცხე და არის მარტო და ქვევით, ესე იგი არც კი იცის, არანაირი გარანტია არ აქვს, რამეს მიაღწევს თუ არა. და ესე მთელი თავისი ნებისყოფით ანგრევს ამ კედელს. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში საერთოდ დიალოგი არ არის. აი მარტო მუსიკი გაჩვენებს ამის მარტოობას, წარმატებას მიაღწევს, იმავე მომენტში მე ფეხს მოიტეხს და მე ესე ზურგზე მიხოხიალობს, ესე იგი რამდენიმე მილში ის არის კილომეტრში. თებში და მაგას კარგად აკეთებს ეს რო ფეხი მოტეხილი რო ამოდის ამას ხო ჩვენ არ უყურებთ გამოხდება, მაგრამ ვისდრო ფეხი აქვს მოტეხილი და მე როგორც კადრი უკან იწევა. ხედავ რომ ანუ ეს სლაუსტენელი ის არის სკორაკები, მთები და მეტი არაფერი. ანუ ამ ფეხ მოტეხილმა ეს უნდა ხოხვით გაიაროს. და მე კადრი გადადის ეს უკვე წევს. შემდეგი კადრი უკვე ის არის, რომ წევს უკვე ისო ფეხი ფეხშეხვეული. ფეხშეხვეული იატაკზე წევს ეს გამართული ფეხი. თოფით გვერდზე. ხანილე თოფით გვერდზე და იმ ოქროს უწონიან და ეს იქაც საქმეშია, ისე არ არის, რომ წევს, მაგრამ ნუ აი არა ხო ახალი მოტეხილი აქვს, მაგრამ ოსტად ეგეც მოვწონს, აი როგორ აი იმ Javier Bardem's პერსონაჟი არ იყოს, როგორ ესეც აი ბოლომდე და 100%-ით მიძღვნილი არის თავისი მე და უხევად თავის იმას აკეთებს და ყველანაირი წინაღობას გაივლის და გადალახავს კითხვის დასმის გარეშე. მომწონს ეს რა და ხო და აი მაგით გაგაცნო ესე იგი რა ნებისყოფის და ფოკუსის ადამიანია და მე საინტერესო არის ერთ-ერთი ფილმი რო ვითარდება იქ აფერისტი თავს გაისაღებს როგორც მისი ძმა. ხო და ეს ეკითხება რომ შენ შიგნითო გაბრაზება სიბოროტე თუ გაქვსო. ხო და ეს ძმა ეუბნება ვიცი რა შენ როგორც შენ ისევე მეც მოვცადე ოქროც ვეძიეო ვერცხლიც ნავთობიც ბურღავდიო მაგრამ ყველა ამ წარუმატებლობის შედეგათო მერეო ჩემთან გაქრა ეთყობა ეს ამბიცია და იმდენჯერ დავმარცხდიო რომ აღარანაირი შეგრძნება არ მაქვსო რამისი და ამ ტიპმა მიუხედავად ყველანაირი წარმატებისა მაინც კიდე იძახის რომ I've got competition in me რომ მაინც ჯერ კიდე იქამდე არ ვარ მისული სადაც მინდა ვიყო რა ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი სცენები ამ ფილმში იყო როდესაც ამ დასახლებაში ეს ნავთობი რო ამოვარდება მოულოდნელად ხო და დაიწყებენ სირბილს იქ კადრები არის სადაც აი რაღაცა დიაგონალურად არის გადაღებული ეს სიბნელეში უკვე ეს ხალხი ფერდობი არის ფერდობზე არბიან და ეს გაოცებულები ნუ უყურებენ რამხელა ცეცხლი არის და რა სწრაფად ალდა ეს ყველაფერი მაგრამ თან იმის შთაბეჭდილების ქვეშ არიან რომ რამხელა თან ხვდებიან რამხელა სიმდიდრე არის თან შთამბეჭდავი არის ეს ცეცხლი თან შემაშინებელი არის იმიტომ რომ იქ ბავშვი და აი რაღაცა და ვებერთელა კადრი იყო და მე გამოდის ამ ხალხისგან კადრი და გაჩვენებს ამ ნავთობს როგორც ერთგვარ ჯოჯოხეთის ურჩხულს ან მაშხალას იცი სიბნელეში არის და ეს ცეცხლი ასხავს მიწიდან გესმის და აი ეგეთი სცენები აქვს ერთგვარ სიღორეზე არის უკვე აქ ლაპარაკი რა იმიტომ რომ როდესაც თავისი ძმა გაიცნო იქ უკვე ვეებერთელა ნავთობის საბადო აქვს ჩამოვიდნენ ბიზნესმენები შესთავაზეს მილიონი რაც 1900 წელს ალბათ დიდი ფული იყო და დაწადიო დაჯექიო შენ შულთან ერთად და იყავიო და ამან ესა რა ქვია ჯერ ერთი საქმე არ დოთ მოიოლად მაგრამ მე ისე თქვა რომ
თავის შვილს რო ელაპარაკება, რომ ეხლა ჩვენო აქ მილსადენის გავიტანთ და აი მერე გავაკეთებთ ნახთ ფულს. ანუ ეს სურვილი რომ მეტი და მეტი და მეტი გახდეს და იქ ზღვარი არ არის, ну აი კარგად არის ნაჩვენები რეალურად რა. ძალიან კარგად არის ნაჩვენები და ისეც რომ მარტოა თქვა თავიდანვე მარტოა ეს შვილიც უნდა და ბოლოსაც ნუ უკვე თავის ამ რაში ცხოვრობს იმდე იქაც აბსოლუტურად მარტოა და შენ რაც თვისის დაიწყე რა თქვა რომ და ეს კითხვა რომ ისმება რომ თქვა ღირდა თუ არ ღირდა და ნუ თქვა ყველაფერი აქვს და ძალიან დიდარია და ძალიან ძლიერია და ყველაფერი არის მაგრამ არის აბსოლუტურად მარტო არის მეორე პერსპექტივა რომ როდესმე ყოფილა რომ არ იყო ეს მარტო რა ეს შვილიც არ არის შვილი რეალურად რა შვილი არის შვილია რომელიც დაიტოვა და მე ამ შვილსაც იყენებს თავის საქმისთვის დიდწილად რა მიდის და ფოტოგრაფს როგორც აცნობს ხალხს და ისე აცნობს რომ ჩვენ ოჯახური საოჯახოდ ეს ბიზნესი ვარ ამითი თქვა გადააწყვეტინებს ბევრს რომ ამას მიცენ თავის საბადოები მოსაპოვებლად და არა სხვას რა რომ ჩვენ ოჯახი ვარ და ბოლომდე ესე და როცა შვილი აღარ უნდა ან გადაწყვეტს რომ გვერდზე გავიდეს უბრალოდ როგორც კონკურენციას ეგრე უყურებს რა მაგას ეტყვის რა რომ იქაც არაპატია ხო არის რაღაც ხვდები რომ აი უხარია ძმა რომ ეკონია რომ აღმოაჩნდა და რო გაიგებს რომ არ ყოფილა ძმა ნუ კლავს რეალურად ხო ადამიანს რა მაგის გამო ანუ არის რაღაც ელემენტი რომ არ იყოს მარტო მაგრამ აი ისე როგორც თქვა ეს ინდივიდუალური და ერთ ადამიანზე ჩამოდის და თქვა ეგ არის ვექტორი რომ ბოლოს ეს არის ოჯახიდან ადამიანზე დავიდეს და აქამდე მივდივარ თქვა ეს ამას კარგად გვაჩვენებს რა რომ ერთი ადამიანის ჯორნი არის ეს ლიანად და რა თქვა ოჯახის ან თემური თქვა რაღაც მოწყობის ან რამე ეგეც და არის კარგი პარალელი ანუ თქვა რაღაც რივიუებში თქვა არის პარალელი Citizen Kane-თან რომ მსგავსი კარაქტერი მსგავსი გმირია გაძლიერება გადიდება გამდიდრება მაგრამ სიმარტოვე და თქვა ის განცდა და მომწონს ეგ შედარება რა თქმა უნდა ბევრი პარალელი არის რა მე კიდე არ მომწონს მე არ მომწონს ჩემი აზრით რომ ამ პერსონაჟს არა აქვს აი ეს Rosebud რაც Citizen Kane-ს აქვს. ამას უბრალოდ არა. ამის Rosebud ეს ძმა იყო. ამას ძმაც არ ყო, ამას არ ქონდა და ეს აღმოჩნდა რომ ეს ძმაც ტყუილი იყო და მოკლა ეს ძმას. ხო, უბრალოდ არა. ხო, ვაფშე აღარავინ არ დარჩა, ხო. საერთოდ არა აქვს ეს ელემენტი არა აქვს რა. ისევე როგორც ავიერ ბარდემის პერსონაჟს არა აქვს არანაირი ეგეთი ელემენტი და უბრალოდ არის ბოლომდე მიძღვნილი თავის მისიაზე. აი ესეც მაგიტო ამ ორ გმირს ვადარებ ერთმანეთს ისე ძალიან ბევრ პარალელს პოულობს რა. მთელი ფილმის განმავლობაში ძალიან უბრალოდ და მარტივად პრინციპში ცხოვრობს იქვე, სადაც მისი ნავთობი არის. და ზედამხედველობას უწევს საქმეს და საქმეს აკეთებს და ბოლოს უკვე ცხოვრობს ვეებერთელა სახლში და ну ესე საქმეს კი აწარმოებს, მაგრამ შორიდან. და ერთ-ერთი ბოლო დაუმარცხებელი მტერი ვინც ყავდა ეს იყო Paul Dano is it მსახიობი? ხო, არ მახსოვს. ვინც იყო თამაშობდა ესე იგი ამ მღვდელს, რომელიც მოვა ჩვენო ნათესავები ვართო და ფული მომეციო. ხო და ამან მე კი ფულს მოგცემო, მაგრამ შენ უნდა აღიარო, რომ აფერისტი იყავი და ხარო და ეს შენი რელიგიაც ტყუილი არისო და Paul Dano აღიარებს ამას, რა თქმა უნდა. და მერე გაბრაზებული სტენიელი აიღებს და მოკლავს ამას. და რომ მოკლავს მერე ზის და ის რომ მოვა რა ქვია მაგის მოსამსახურე ბატლერი ეტყვის I'm finished. ხო და ესე იგი I'm finished იცი როგორი გაგება აქვს რომ ეგეც გახსნილი დასასრულია რომ ერთის მხრივ აჰა ესეც მოვამთავრე ეხა შემიძლია წყნარად გავაგრძელო ცხოვრება მუშაობა სმა კიდე მეტი ფულის კეთება ან რაც მომინდება მაგრამ იცი რასთან მინდა პარალელი გავავლო ცოტა მორალური ფილმი ხო არ არის თქო სპეციალურად ისე არის ნაჩვენები რომ ამ კაცმა ეს კაცი არ განიცდის მარტოობას ან განიცდის მაგრამ არ აღიქოს ან რეაქციას არ იძლევა მაგრამ იცი რა ერთი ორი ფილმი არის ერთ ფილმი რომელსაც შევადარე ეს არის Scarface Al Pacino-თი აი კადრი რო არის თუ გახსოვს Al Pacino-მ უკვე მოიშორა თავისი ყოფილი უფროსი გზიდან
მიაღწია სიმაღლეს, ეს გოგო მოიყვანა ცოლად და ზიან რაღაც ძალიან ისეთ fashionable რესტორანში და ეს დაგდებულია და იცახის, აი მივაღწიე, აი ყველაფერი გვაქვს. ეხლა რა გავაკეთოთ? ანუ აი უკვე გადაღლილი არის, იცი? დაიკმაყოფილა ყველაფერი, the world is yours და დეგრადაციას განიცდის რა და ნუ მერე სიკვდილამდეც მიდის და ამ ფილმშიც ესე არის ნაჩვენები, რომ აი ამ კაცმა, რომელმაც არაფრისგან თავისი ნებისყოფით და შრომით და მერე გამჭრიახობით მიაღწია ყველაფერს და რომ მიაღწია, მერე დაიწყო დეგრადაცია. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ აჩვენო self-made man, როგორ რომ მიაღწევს ყველაფერს, მერე როგორ ეშვება. მაგრამ საინტერესო ჩემთვის და იცი რა challenging I would challenge that view by the fact that კიდე ორი პერსონაჟით რომ ამ კაპიტალიზმის დასასრული არ არის ყოველთვის ეგეთი და პირიქით ეს პროსტა შეიძლება თქვა რომ სუსტი ადამიანი იყო ვინც ესე დეგრადაციით დაამთავრა იმიტომ რომ იგივე Scarface-ში ჩვენ გვყავს ეს კარტელის წარმომადგენელი რო არის სახელი არ მახსოვს გმირის მაგრამ ის უკვე თაობებით რო ესე ჩამჯდარი არის ამ სიბოროტეში და სიბოროტით მიღებული ფულით იმას კიდე უფრო გამდიდრება უნდა და დეგრადაციისკენ კი არ მიდის ის აშენებს იმპერიაზე ეგ ერთი ტიპაჟი და მეორე მსგავსი ტიპაჟი გამახსენდა ამასინად ვუყურე Chinatowns თუ გაქვს ნანახი და Chinatown-ში ამ გმირი ქმალის მამას ვინც თამაშობს ნუ ეს ხო მონსტრი არის ესე იგი ვეებერთელა ქონების პატრონი არის და იმისთვის რომ ლოს-ანჯელესში წყალი რაღაც დიდ მაქინაციებს აკეთებს იმისთვის რომ კიდე უფრო მეტი ფული გააკეთოს კაცმა რომელიც უკვე ძალიან მდიდარი არის და იმდენად მონსტრი არის რომ თავისი შვილი გააოპატიურა იმისგან შვილი ეყოლა და ჯეკ ნიკოლსონის გმირს რომ ცდილობს აუხსნას ეგ რატო გააკეთა და იძახის რომ უბრალოდ მაინტერესებდა რამდენ რისი გაკეთება შემიძლია კიდეო ასე რომ იქ სადაც ეს ჩვენი დენიელ პლეინბიუ დეგრადაციაში არის და პრინციპში დეგრადაციაში აი იმიტომ რომ მიაღწია რასაც უნდოდა ყველა კაპიტალისტი ტიპი მან დარჩერდება ერთი სიტყვით ეს მორალი რომ მიაღწია ყველაფერს და მერე დეგრადაციაში გადაიზარდა აუცილებლად ეგრეც არ არის აგებს ხედავ მაგრამ აი დეგრადაცია მეორე მხრივ თუ შეხედავ ის იმპერიას არაფერი არ დამართვნია და გაგრძელდება ეს იმპერია ხო მართალი ხარ ანუ არ არის ნაჩვენები რომ ამან ყველაფერი გაყიდა და საქმეში აღარ არის ის შეიძლება მეცაც აკეთებს ხო და შვილი თუ ვინც არის არაშვილი წავიდა და ვთქვათ კონკურენტი გახდება და ის თავისას იწყებს და აშენებს და ანუ ეს პირიქით ეს ყველაფერი მიდის და გრძელდება და შენდება და ეს ყველაფერი აშენდება მაგრამ და თან ის მომწონს რა იგიო რომ აი ეს იმაში რომ ეს გდელი უბრალოდ რომ I'm the third revelation და ბოლოს რო ესე უნება რომ I am the third revelation ანუ ეს ამბობს რომ მე ვარ ღმერთის აგენტი შენ კი არ ხარ რა ეხლა მე third revelation წავიკითხე შინაარსი და ეს არის წერილები ეკლესიების მიმართ ხო ერთ-ერთი წერილი რომელშიც ფაქტიურად ამ ეკლესიას ეუბნებიან რომ თქვენ უფრო ფარისევლობთ ვიდრე რეალურად რწმენას მისდევთო რა ანუ უფრო ფორმალურად როგორ გამოიყურებით და რაღაცა ფორმას აქცევთ ყურადღებას ვიდრე შინაარსი რაც არის და რეალობაო და ამ ეს third revelation მართლაც იმიტომ არის რომ ეს ამან რეალურად არარაობა ადგილიდან მიყრუებული მივიწყებული ადგილიდან შექმნა ესე იგი ფაქტიურად ცენტრი ფილმში მთელი ფილმის მიმდევრობაში რა მომეწონა იცი რამოდენიმე დეტალურ კადრებს გიგდებს ეს პოლ ტომასი რომ მიადევნო ჯერ პირველად ჩამოიყვანეს რაღაცა 8-9 კაცი იყო ვინც ჩამოვიდნენ ერთი ნაწილი მანქანაში ჩაშდა მეორე ნაწილი ურემში და მივიდნენ მერე ფილმი რო ვითარდება უკვე ჩამოდიან გაცილებით უფრო მეტი ხალხი იქ გაჩვენებენ შენ საერთოდ მატარებლით კი არა
ამ კარეტებით და ცხენებით როგორ მოდიან ოჯახები, იმიტომ რომ აქ რაღაცა ცენტრი შექმნა, ამ კაცმა შექმნა ცენტრი. ამათ რომ უყვება, ბოდიში გაწყვეტილებ, ის კი არ ამას ჩვენ და მას მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ აქ community შეიქმნას, სადაც ვაკეთებ და სკოლებს ვაშენებთ აქ და ამას ვანვითარებ და ეს ყველაფერს ეს კაცი აკეთებს, ხო? არ ვითარებს იმ ქალაქს, იმ სკოლებს უშენებს, განათლებას აძლევს ყველა. ან აძლევს ან არა, მაგრამ მაგით თავის მხარეზე გადმოყავს ხალხი, მაგრამ ფაქტი ერთია, იმდენი საქმე შექმნა, რომ მესამე მასეთი კადრი არის მე ნაჩვენები უკვე დიდი რაოდენობა ხალხის რომ მოდის და დაგვირვება რა არის, რომ თუ პირველი ორი წება კადრი ეს იყო ჩაცმულობით მუშები მესამე მასეთ კადრში ეს არის უკვე კოსტიუმებში და ისეთ კაწილო ქუდებში ტიპები, ანუ ამას მოყვა თავისი იურისტები, ბუღალტრები, საქმოსნები, შუამავლები, სპეკულანტები, ანუ ვეებერთელა მოძრაობა ამან ააგორა იმხელა ტალღა, რომ რეალურად შეიქმნა ადამიანებისთვის საარსებო წყარო და გაშენდა ქალაქი და ეს ამ ბიჭს უყურებს როგორც ვიღაც ლაწირაკს თავიდანვე, იმიტომ რომ მივა და ეტყვის რომ მე დაგლოცავთ. ეხლა ესეც კარგი ის არის, რა ქვია, ამბიციური ტიპი რო არ იყოს ეს ბიჭი. წარმოიდგინე ეხლა ვიღაცა 16-17 წლის ლაწირაკი მიადგა ამ ხელა კაცს, ულაშებიან კაცს და ეუბნება რომ აი ესე ძალიან მაღალფარდოვნად მე დამასახელე როგორც ადამიანი, რომელიც ეხლა ამას ყველაფერს ხელს გადაუსვაო და ამან ფეხებზე დაიკიდა. ერთ-ერთი მიწის მონაკვეთი ჭირდებოდა, კარგი ეპიზოდი იყო. მიწის მონაკვეთი ჭირდებოდა. მიწის ფლობელმა უთხრა მოინათლეო ჩვენ ეკლესიაშიო და მოგცემა მიწასო. რაც ნიშნავდა რომ უნდა დაქვემდებარებულიყო ამ ეკლესიას და ამ ბიჭს. მივა ეს ბიჭი როგორც დენიელმა თავის დროზე გატყიპა და galახა. ზუსტად ისევე ნათლობის პროცესში გატყიპავს და galახავს. და საინტერესო სიტყვები, რომელსაც ეს დენიელი იძახის, რომ დაახლოებულია კადრი ცემეს მონათლეს, უკვე ჩვენიანი კარგი გახთიო და იძახის ჩემი მილსადენი, თუ რაღაცა ბოდვაში, ანუ ამან იცის რომ ეს სტანჯვა უნდა გაეარა იმისთვის რომ თავის მილსადენი აეშენებინა და ხო მერე იძახის რომ მართლა ამ ბიჭს ჯერ ათქმევინა რომ ცრუ ტიპი იყო და ცრუ რელიგიას ქადაგებდა აღიარებინა და მერე უთხრა რომ აი შენ ცრუ იყავიო და მე რეალურად ეხა მატერიალურად მაგან შექმნა ფაქტიურად ეს სიმდიდრე შესაბამისად ის ვინც რაღაცას ქმნის და აი ამ ქვეყნად ამ ცხოვრებაში რეალურად მის ხარზე ხალხი უკეთესადაც აცხოვრა და ასე შემდეგ შესაბამისად ეგ პრივილეგიაც ჩემი არისო და ხო და მოიცა აი საინტერესო მომენტი სად იყო ეხლა გეტყვი მოიცა ეგეც ვახსენოთ ესე იგი აი ამ მღვდელის როლში ვინც არის როდესაც ფულს მოსთხოვს Daniel Plainview-ს უკვე მობეზრებული ყავს, არაფერში აღარ ჭირდება არც ეგ ადამიანი, არც მისი მოსახლეობა არავინ. და უკვე აღარ მოუთმენს და galახავს, ჩააფლობს ამ ნავთობში, სადაც ხო, მაგარი ის არის. და სახეზე უსვავს ამ ნავთობს რა, რომ შენ თუ მართლა ესეთი მაგიური ძალები გაქვს, ჩემი შვილი მოარჩინეო. ხო და მერე მაქიდან სცენა გადადის ამ ბიჭის ოჯახი სადილობს. და ეს ბიჭი ზის და გაბრაზებული არის მამამისზე თავის ძმაზე და იძახის რომ თქვენ ორი ბრიყვიო ამოდენა ქონებაზე ფაქტიურად მაგათ მიწაზე მაგათ მიწაში იყო ეს ნავთობი სადაც Daniel Plainview გამდიდრდა და ჩვენი მიწა იყო ჩვენი ქონებაო და აი შენო და შენმა სულელმა ბრიყვმა შვილმა ვერაფერი ვერ ქენითო ანუ რეალურად ეს როგორი რაღაც მეჩვენა, იცი რომ ეს ამბიციური ტიპი ამას უნდოდა ბევრი ფული, ამას უნდოდა ბევრი რამის მიღწევა. რაც ამან იცოდა და გაიგო, ეს იყო აი ეკლესია და ამ ეკლესიით მიაღწია მართლა იმას, რომ რაღაც ძალიან გავლენიანი იყო და ხალხი დაყვებოდა და ასე შემდეგ, ანუ მის მანია გრანდიოზას ეს აკმაყოფილებდა, მაგრამ რეალურად სიმწრით დაინახა რომ თურმე ამოდენა ქონება ქონიათ, ამას რო ცოტა მამამის და მის ძმას რო ცოტა მეტი ჭკუა ქონოდათ,
ამ ქონებას თვითონ გამოიყენებდნენ, კიდე რამდენად კიდე უფრო მდიდარი და ძლიერი იქნებოდა. ხო, და თან ხო გვაქვს განახი ეს როგორც მე სიმწრით აიღებს და მამამის დააგდებს ძილს და სცემს. საინტერესო ის არის, რომ ეს გამდიდრების და ძალაუფლების ჟინი მასშიც რომ იყო, ალბათ ამიტომ იყო, რომ მიყვა მე სტოკ მარკეტზე სპეკულაციას და 1929 წელს რომ დაინგრა მარკეტი, მაგ დროს მივიდა Plainview-სთან და უთხრა, რომ აი აქციებში ჩავდე ფული, იმიტომ რომ ეს აქციებიც მოყვა ამ კაპიტალისტს, იყო ბუმი და Plainview ამ ბიჭმა იფიქრა, რომ მართალია ნავთობს გამოვაკლდიო, მაგრამ აგერ ეხლა არის საშუალებაო და მიყვა, მაგრამ ახლა არ გაუმართლა რა, ერთ სიტყვით. ხო, ხო, ვერ გაუმართლა. და მაგაშიც ის გამოჩნდა, რომ ეს რელიგიაც სამწუხაროდ და ეს ეკლესიაც მისთვის იყო თვით გამოვლინების საშუალება, თვით რეალიზაციის საშუალება თავისი ამბიციის და არა რეალური ინტერესი და შესაბამისად არ იყო ეგ third revelation-ში ცუდად რო არიან მოხსენიებულები ეგ ხო, კი, ზუსტად. ნუ პარისეველი, იმიტომ რომ რეალურად ეგ მაგას ათქრევინეს ბოლოს, რომ ფროდი ვარ მე რა. ხო, ფროდი ვარ რა და ეს არის. ფროდი არ შეგვეშალოს ფროდო ბაგინსში, რომელიც ის არის. კარგი ვინმე იყო, კარგი ჰობიტი იყო ფროდო. კარგი ფილმია რა, რეალურად აი ახ კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვუყურებდი, იცი, აი და ისეთი ფილმი არის, რომ რო ნახავ, არ ვიცი, ალბათ სამჯერ რო ნახო საკმარისი იქნება, მაგრამ რო ითვისებ ამ თემებს, მე გეძლევა საშუალება თვითონ მსახიობებს დააკვირდე, ან კადრებს დააკვირდე, როგორ ახდენენ შენზე გავლენას, აი როგორ არის დაყენებული ყველაფერი. ნამდვილად masterpiece კინო არის რა. ისე ეხლა სამბობდი, ცოტა ვუხურეთ ამიდან, მაგრამ ეხლა სამბობდი, ეს მეორედ რო უყურებ, ან მესამედ რო უყურებ, სხვა რაღაცებზე რო იწყებ დაკვირვებას რა. ერთ უბრალოდ ისტორიას გიყვები, რაღაც ვიკ პატარა მოკლე კურსი გავაკეთე ადრე. კინოს რეჟისორ, კინოს კეთებ, filmmaking-ის. და იქ ეგეთი რაღაც გვითხრა, თიო რეჟისორი იყო ეს კაცი, ვინც გვასწავლიდა რა, რომ ეგეთი არსებობსო, ჰაკი, ვიღაც რეჟისორის ნათქვამიო, რომ მარტივად და სწრაფად თუ გინდა რომ ისწავლო კინოს კეთება რა მე კინო რაც გიყვარს ან ძალიან შთამბეჭდავია შენთვის აიღო და ზედიზედ პაუზის გარეშე 15 ჯერ უნდა უყურო, თუ 16 ჯერ არ მახსოვს რა. და რომ მორჩები, პრინციპში ყველაფერი გეცოდინებაო რა. და ეგ არის პრინციპი, რომ პირველად რო უყურებ როგორც კინოს, მეორედ რო უყურებ და ნელ-ნელა იწყებ დაშლას ამ იმაში რა. და უკვე მე უყურებ მსახიობობა როგორ დადგა, იმანეს როგორ და ისე როგორ დადგეს, მე კამერის იმას იზავ ტექნიკულ ხარებს და ბოლოს აი 15-16 ჯერ რო დაამთავრებ და გაუჩერებლად ნახე, ნუ ეგეთი თეორია არსებობს, რომ პრინციპში კინოს კეთება იცი რა, თავიდან ბოლომდე რა. მეც მომეწონა ძალიან ეგ აზრი და მეც უნდა ვქნა თქო მაშინ. მაინტერესებს მეტი ფილმი ვნახო ამ პოლ ტომას ანდერსონის ტარანტინოს. ეგონი ყველაზე მაგარი არის ისა რა, ბუგინაიცი მაგის ფილმებიდან. ძალიან ლაითად მაგ როდესღაც ნანახე. ხო და ნუ უნდა ბუგინაიცი ძალიან მომწონს რა, ეგეც რამდენჯერმე მაგ ნანახე, ამას წინათ ვნახე ბოლოს კიდე უყურე და ნუ აი ძალიან მომეწონა, ძალიან კაი ფილმი არის. ტარანტინო იძახის თქვა ამ პოლ ტომას ანდერსონზე, აი ეგ არის ადამიანი, ვისთანაც მე შეჯიბრში ვთვლი ჩემ თავსო. ხო. იმდენად პატივს ვცემ და მომწონს ეგ როგორც რეჟისორია და ეგ ბუგინაიციც ახსენა და ხო, შევხედავ.